ძალიან საინტერესო რაღაც მოხდა და ძალიან მე მგონი ყოველს უნდა გავგიხარდეს ეს ამბავი. თუმცა შესაძლებელია რომ ბევრისთვის ვისაც რუსეთის მიმართ გარკვეული სიმპათიები გააჩნია ეს ამბავი არც კარგი იყოს, იმიტომ რომ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ეს პირდაპირ მიუთითებს რუსული რესურსების დაღმასვლას, მათ გაკოტრებას, რომელსაც არ შეუძლიათ ეს თავიანთი სტრატეგიული დასახული მიზნების გაგრძობა და მიღწევა აი ამ მოსყიდვისა და სხვა ინტერესების გამოყენებით, რაც ნაურუს მაგალითად როგორც თქვენ ბრძანეთ, პირდაპირ ტრანზაქციებით იყო განხორციელებული და პირდაპირ ტრანზაქციების შედეგი იყო. როგორც ჩანს, ნაურუ, რომელმაც ვეღარ მიიღო ბოლო პერიოდში სარგებელი ეს რუსეთის მხრიდან, ეხლა სხვა მფარველებს ეძებს და სხვათა შორის ამის კარგი მაგალითია ეს არ ვიცი თუ მიაქციეთ ყურადღება, როდესაც გუშინ ისრაელის მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ იერუსალიმში გადავიდა ნაურუს საელჩო, რაც როგორც მოგეხსენებათ, ძალიან ესეთი ჟესტია, რაც ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს უკეთებული ჯამში რო ავიღოთ და მიუთითებს იმას, რომ რუსეთი რა თქმა უნდა ამის კატეგორიული მოწინააღმდეგეა და ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ნაურუ აი ამ რუსული ორბიტიდან მიდის და ჩვენი ტერიტორიების და დე-ფაქტო რეჟიმების აღიარების დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტად ამას ნიშნავს ჩემი აზრით ზუსტად. ასე რომ ეს მიუთითებს ერთ რაღაცაზე, რომ ომის შედეგად რუსეთის ეკონომიკა და მდგომარეობა ძალიან არაკომფორტული არის, რის გამოც ის ვეღარ ახერხებს აი ამ თავისი ძველი გავლენების და ძველი მოსყიდული ელემენტების კვლავ გაგრძელებას და მათგან. გიორგი, ჩვენ ბოლო დღეებში ვიხილეთ როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების, ასევე ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის არა მარტო მოსაზრებები, არამედ ინიციატივები და დაყენებული პირობები, რომელიც ითვალისწინებს მთელი რიგი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის უპირველესად ხადია რუსეთისთვის, წინა პირობებად ურთიერთობის ნორმალიზაციის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან გახმობას და ჯარების გაყვანას და ასე შემდეგ. თუმცა ეს შეიძლება ცოტა უფრო რთული მისაღწევი იყოს შედარებით იმასთან, არა მარტო ნაურუს, ახლა გასაგებია სირიას ნაურუს ვერ შევადარებთ, დიდი ისტორიის მქონე სახელმწიფო არის და სერიოზული პოლიტიკურ სუბიექტად, გეოპოლიტიკურ სუბიექტადაც ყალიბდება, შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის წამყვანი ქვეყნების გავლენები სირიაში და მათ შორის თურქეთისა, ჩვენი მეზობელი მეგობარი სტრატეგიული ქვეყნისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ ფიქრობ, ამ ხრივ საერთოდ რატომ არ აქტიურობს საქართველოს მოქმედი მთავრობა? ნაურუ გასაგებია, ნაურუს შემთხვევაში თუ ეს მიღწევადია თითქოს სირიის მიმართულებით, საერთოდ რომ არაფერი კეთდება, ეს რაც შეიძლება დავაბრალოთ? უნდა დავაბრალოთ სავარაუდოდ იმას, რომ მათ არ უნდათ, როგორც მათი ეს პოლიტიკა თავიდანვე მოყოლებული 2012 წლიდან, რომ არ უნდა გაღიზიანდნენ რუსები ამ შემთხვევაში. სავარაუდოდ მსგავსი პოლიტიკის დაგრძელება არის, თუმცა მე მგონი ეხლანდელი გეოსტრატეგიული მოცემულობა ისეთია, რომ საქართველოს აქვს გარკვეული მანევრების გაკეთების საშუალება და სამწუხაროდ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. სულ რომ არაფერი იგივე შეიძლება სირიის გარდა ვთქვათ ვენესუელაზე, სადაც მე ვფიქრობ, რომ ეხლანდელი შესვლილი პირობები კარგი პირობაა ამისათვის, რომ გაიხმონ ასევე აღიარება და ერთად მოხდეს ამ სირიასა და ვენესუელაზე მუშაობა. თუმცა ჯერჯერობით ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ერთადერთი ვინც ამასთან დაკავშირებით ღიად გამოთქვა სურვილი, ეს იყო სწორედ ევროკავშირი, როგორც თქვენ ბრძანეთ. თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ვისმენთ, რომ ევროკავშირი თურმე რაღაც სამართლებრივი კავშირის ახალი ვერსიაა და ის ცდილობს ჩვენს კონტროლს, რაც სწორედ ამოვარდნილია კონტექსტიდან, როგორც ეს მათ შორის მიუთითებს იმ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის მორიგ გამოვლინებაზე, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას თან არის კავშირში და ამ თემებით თამაში საერთოდ არ შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებით ვენესუელასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების დღევანდელ გავლენას ზედმეტი კომენტარი არ ვიცი, საერთოდ ზედმეტია ჩვენ რომ მქონდეს ახლა მეტნაკლებად ნორმალური ძველზე აღარ ვამბობ ურთიერთობები შეერთებული შტატების შესაბამის ინსტიტუტებთან და სახელმწიფოსთანაც. მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ მე ვესაუბრები გიორგი ლაბაძეს, ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის დამფუძნებელს და მასვე მინდა ვთხოვო კომენტარი კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე, ამბავზე. შეერთებული შტატების საელჩო მოგეხსენებათ საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილ ეგრეთ წოდებული სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსთან დაკავშირებით უჩვეულოდ
კაცრი და პრინციპული ფორმულირება გამოიყენა. სიცრუისა და მცდარი შეხედულებების პასუხი მეტი თავისუფალი სიტყვაა და არა იძულებითი დუმილიო. ეს განცხადება გაკეთდა ვახოსანაეს პატიმრობისა და საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო, ადამიანების დევნის ფონზე. თქვენ კარგად იცნობთ ამერიკულ პოლიტიკას, გიორგის მიმართ ამ შემთხვევაში უკვე რას ნიშნავს, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციის საელჩო საქართველოს ხელისუფლების ქმედებას უკვე არა უბრალოდ სადაბო რეგულაციად, არამედ იძულებითი დუმილის მცდელობა დაფასებს. რამდენად მკაფიო პოლიტიკური გაფრთხილებაა ეს ქართული ოცნებისთვის და რა პრაქტიკული შედეგები შეიძლება მოყვეს თუ ხელისუფლება ამ კურსს არ შეცვლის? ჩვენ გვახსოვს თვეების განმავლობაში და სამწუხაროდ ქართული საზოგადოების მხრიდანაც გულისხმობ ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას, მათგანაც არასწორი იყო ხოლმე მიდგომა, რომ თითქოს ახლანდელ ამერიკის ადმინისტრაციას არ აინტერესებს ადამიანის უფლებები, პრინციპები და ესე ვთქვათ, ესეთი იდეები და მხოლოდ ტრანზაქციულია და მხოლოდ სარგებლის მიღებაზე არის ორიენტირებული, რაც თავისთავად ცხადი არის. მე ვფიქრობ, რომ ყოველ შემთხვევაში მცდარია და ეს ამ განცხადებაში კარგად გამოვლინდა. მე ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად დავწრები ვარ სხვადასხვა ღონისძიებებს და კონფერენციებს, სადაც სწორედ ტრამპის ადმინისტრაციის მოკავშირეები და მეგობრები, ესე ვთქვათ, და ორგანიზაციები არიან წარმოდგენილი და იყვნენ და ყველა მათგანზე გაცხადებული პოზიცია არსებობდა და არსებობს დღემდე და იარსებობს დარწმუნებული ვარ სწორედ აი ამ პოლიტიკურ თავისუფლებებზე და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებზე, რომლებიც ესე ვთქვათ, აი ახალი თანამედროვე კონსერვატიზმის განუყოფელი ნაწილია. პრინციპში არც ძველისგან იყო გაყოფილი ნაწილი, მაგრამ ეგრეთ წოდებული ახალი მემარჯვენეობისთვის ძალიან ესე მკაფიოდ დამახასიათებელია ესეთი მიდგომა, რომ აუცილებლად უნდა იყოს თავისუფალ საზოგადოებებში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. ამას ამერიკელები არა მხოლოდ საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებს, არამედ ისეთ ძლიერ სახელმწიფოებსაც თხოვენ, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ეს ტრადიციულ მოკავშირეებს. ჩვენ ისიც კი გვახსოვს, რომ ჯეი-დი ვენსმა ერთი წლის წინ მიუნხენის კონფერენციაზე სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი. ახლა დანარჩენზე როგორ გააკეთა ამას ნუ გავყვებით, მაგრამ ეს იყო კარგი სახელმძღვანელო იმისათვის, რომ იმ ხალხს თუ მართლა უნდოდა, გულისხმობ შემთხვევაში ქართულ ოცნებას, თუ მართლა სურდა, რომ ამერიკასთან ურთიერთობა განევითარებინა და განემტკიცებინა, ამ მიმართულებით უნდა გადაედგა ნაბიჯები. თუმცა ჩვენ სულიერ საპირისპირო ვნახეთ, ერთის მხრივ ვნახეთ ეს რაღაც სამართლო, რომელიც 1 ივნისიდან შევიდა ძალაში და მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს არ მოუდგენელია ამ სამართლოს ფარგლებში საქართველოს რაღაცნაირად კონდეს ესე ვთქვათ, შეერთებულ შტატებთან ნორმალური ურთიერთობა წინ გადადგას ნაბიჯები და მეორეს მხრივ ხედავთ უშუალოდ აღსრულებას. ხო, ახლა არსებობს ეს გრანტების კანონიც, რომელიც მიუღებელია პრინციპში ამერიკელების, მაგრამ აღსრულების მომენტში შედარებით ნაკლებია, მაგრამ ეს რაღაც ჯარიმები და ციხეში ჩასმა ელემენტარული აზრის გამოთქმის გამო ეს არის სრულიად მიუღებელი დემოკრატიული ურთიერთობებისთვის. გიორგი, ეს ადვილად პროგნოზირებადი იყო, რომ ჩემი ბოლო კითხვა, უბრალოდ ამ კითხვის დაკონკრეტება საჭიროა რისთვის ჩვენ ვიცით ზოგადად ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება და განწყობი, ზოგადად რესპუბლიკური პარტიის, მათ შორის ტრადიციული მიდგომები ამ თემასთან დაკავშირებით, თქვენ მუშაობთ სწორედ რესპუბლიკურ ასე ვთქვათ ინსტიტუტებთან შეერთებულ შტატებში, მაგრამ ამ ეტაპზე საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენა თავისთავად არის ის, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დროინდელი ამერიკის საელჩო საქართველოში, რომელიც პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით განცხადებებს ძალიან იშვიათად აკეთებს, უფრო სხვა სახის საინფორმაციო ინიციატივები ვლინდება ხოლმე. ახლა გააკეთა ძალიან მკაფიო და ძალიან მკვეთრი განცხადება, რასაც ცხადია მხოლოდ ადგილობრივ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ მივაწერთ. აი, რისი გამოხატულება უკვე ეს, რა სახის გზავნილია ქართული საზოგადოებისთვისაც, მაგრამ მათ შორის იმანიშვილისთვისაც. ეს არის გზავნილი იმის თაობაზე, რომ თუ არსებობს რეალური ინტერესი ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის და გადატვირთვის იქნება ეს სუფთა ფულიდან დაწყების, როგორც მოგვისმენია ჩვენ ეს ტერმინები, ესეთი ტიპის შეზღუდვებს და ესეთი ტიპის დათრგუნებს განსაკუთრებით გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების ნაწილში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ესეთი ხა თუ საელჩოს არ ჰქონდა გაკეთებული განცხადება წინა თვეების განმავლობაში ესეთი ფორმით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი კმაყოფილ
profilები იყვნენ დემოკრატიის ვითარებისა და მდგომარეობის ქვეყანაში, თუმცა რაღაც პრიორიტეტების დონეზე იმის გამო, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შეერთებებისათვის იგივე შუა კორიდორის და ტრამპის გზის ნაწილში გასათვალისწინებელი იყო, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი საბოლოო ჯამში და როგორც ჩანს ეს არის ერთ-ერთი წითელი ხაზი ერთგვარად, რაც არის რომელიც ივანიშვილის მთავრობამ კიდევ ერთხელ გადაკვეთა და ამაზე იყო რეაქცია.